ზოგადად რა ამ პიროვნებაზე, ვიცი, ძალიან უცნაური პიროვნება, ხშირად ნახავთ მას საუბრობენ როგორც ძალიან ესეთი თითქმის საიდუმლოებით მოცულ ადამიანზე, ალბათ თავისი სიღრმით, თორე იქ ყველაფერი გამჭვირვალე იყო ძალიან. ეს გახლდათ ინდოელი მოაზროვნე, იგი დაიბადა 1895 წელს ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში, ვერ მახსოვრებ ამ ქალაქებს და მე 11 შვილი ყავდა მის მშობლებს და იგი იყო მერვე თუ არ ვხვდები და მათ შორის 5 შვილი გარდაეცვალათ. ახლა იცით ეს რა პერიოდი იყო მაშინ. და უცნაური იყო მისი ბავშვობა, თვითონ ესე იხსენებს თავის ბავშვობას, რომ ფიქრი არ შემომდიოდა გონებაშიო. და ყოველთვის, როდესაც ვცდილობდიო, რომ რაღაცაზე ფიქრი დამეწყო, აი არ გამომდიოდაო და ესეც მიიჩნევდნენ თურმე მას აი სკოლაში გონება სუსტ ბავშვად მიაჩნდა და ამაზე სულ იუნგის ის მახსოვს ხოლმე, ანუ ეს ხო გენიალური ფსიქოანალიტიკოსი იყო და პათოლოგიებზე რომ ელაპარაკები, ანუ ადამიანების უკვე მივხვდიო, რომ ისე რაც ჩვენი ნორმიდან გადახვეულია, ადამიანები ყველაფერს პათოლოგიას არქმევენო და ხშირად ხვდები უბრალოდ განსხვავებულ ადამიანს და იმიტომ რომ რაც შენს კრიტერიუმში არ ჟდება და ამაზე სერიოზული კვლევები ქონდა, რომ ის რომ შენნაირი არ არის, არ ვითარდება ისე როგორც ახლა ნორმად არის მიჩნეული საზოგადოებაში, არ ნიშნავს რომ ეს პათოლოგიაა და ჩემი აზრით აი ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა იყო კრიშნამურტი. ხა შენ მიხვდები რას ნიშნავს ფიქრი რო არ შემოდის გონებაში, ანუ ნიშნავს რომ ის რაღაც მდგომარეობით უკვე დაიბადა, ეს უდაოდ ეს შემთხვევაა რა. და თურმე იცით როგორი რთული იყო მისი ბავშვობა, სულ მცემდნენ რა, ანუ სკოლაში მცემდნენ იმის გამო რომ მას არ შეეძლო ეს ტექნიკური საგნების სწავლა, სახლში მცემდნენ იმის გამო რომ აი სკოლაში ესეთი მოწაფე ვიყავი. და შემდგომში უკვე მას დედა გარდაეცვალა, როდესაც 10 წლის იყო და მადრაში, ქალაქ მადრაში გადავიდა მისი ოჯახი და ისინი ცხოვრობდნენ სწორედ ამ ეს იყო თეოსოფიური საზოგადოება, რომელიც თუ არ ვხვდები 1875 წელს ბლავატსკაიამ დაარსა. და აი უკვე იმ პერიოდისთვის ბლავატსკაია გარდაცვლილია, მე რამდენადაც ვიცი და აი იყო ესეთი წამყვანები იყვნენ ანი ბეზანტი და რიჩარდ ლედბეტერი და აი ამაზე ყვება კრიშნამურტი, რომ არ შევხვედროდი, მას ერთხელ კითხეს, რომ არ შეხვედროდი ამ რიჩარდ ლედბეტერს რა იქნებოდა შენი ცხოვრება და პასუხი აქვს ესეთი, მე უბრალოდ მოვკვდებოდი. ესე ყვებიან, რომ იგი ისერნობდა სადღაც სანაპიროზე და მრავალ ბავშვებს შორის გამორჩეული, სწორედ მაშინ დაინახა ამ რიჩარდმა და მაშინვე აღბრთოვანდაო მისი აური და ყველაზე ძალიან რასაც ყვებოდა შემდეგ ეს ლედბეტერი კრიშნამურტზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბნეული და ესეთი გაფანტული, თითქმის ჩამოუყალიბებელი ჯერ სახე, მე დავინახე, რომ მის აურას აბსოლუტურად ეგო ქონდა გამოცლილი. ეს ლედბეტერზე გეტყვით, არ ვიცი რა პიროვნება იყო, თავის თავს უწოდებდა, ასე ვთქვათ, ნათელმხილველს, რომელსაც რაღაცების გახსნა შეეძლო და ეს იყო პერიოდი, როდესაც ეს თეოსოფიური საზოგადოება, რისთვისაც დაარსა ამ ბლავატსკაიამ, მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ანუ ახალი მესია უნდა მოსულიყო, ეს იქნებოდა მსოფლიო მასწავლებელი, რომელზეც აღმოსავლური ტერმინს ვიხმარ, ღვთის ხელახალი რეინკარნაცია უნდა მომხდარიყო. და როგორც მისი ბიოგრაფები ამბობდნენ, მერი ლატენს იყო ესეთი კრიშნამურტის ბიოგრაფი, პიროვნულადაც იცნობდა მას და ამბობდნენ, რომ აი მანამდე ამ ლედბეტერს ყავდა ვიღაც ბავშვი შერჩეული, თუმცა არ ვიცი მე ის ბავშვი ვინ იყო, მაგრამ კრიშნამურტის გამოჩენის მერე თითქმის აბსოლუტურად გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ის, ვისაც შემდეგ ეს ღვთაებრივი გადმოსვლა უნდა ყოფილიყო. ეს მამამისი ძალიან ადრე გადის პენსიაში და სთხოვს ანი ბეზანს წერილს უგზავნის, რომ სამსახურს მოკლედ ასე ვთქვათ, ესენი იყვნენ ძალიან მართლმორწმუნე ბრაჰმანები, ესე წერია მათ ისტორიაში, ეს ოჯახი ისეთი ვეგეტარიანელებიო, რომ აი მგონი კვერცხსაც კი არ ჭამდნენ და არანაირ ევროპულ საჭმელს, აი ესეთი იყო მისი ოჯახი და
მე უკვე ეს როდესაც ესე მოეწონათ კრიშნამურტი წამოიყვანეს და ანი ბეზანტი იღებს ესე ვთქვათ მეურვეობას მასზე და მის ძმაზე. ნიციანი ესე ქვია მის ძმას და ესე გადაწყდა რომ თუ კრიშნამურტი იყო ის ვიზეც ეს ღვთაებრივი ანუ ახალი მსოფლიო მასწავლებელი მისი ძმა უნდა ყოფილიყო მისი თანაშემწე. ნუ ესე ზრდიდნენ. შემდეგ იწყება უკვე თეოსოფიურ საზოგადოებასთან მისი და მისი ძმის ძალიან ინტენსიური ურთიერთობა. ანი ბეზანცის მიყავს ინგლისში და იწყება მათი განათლება უკვე ძალიან სერიოზული მუშაობა და თვითონ იხსენებს მე როგორ უჭირდა სწავლა ამ რაღაც ტექნიკური საგნების, თუმცა ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული მანერები, ჰიგიენა, ყველაფერი რაც იმ დროს ინგლისში იყო მიღებული, ნუ მაღალი საზოგადოებისთვის. თავიდან სხვათა შორის აი მე ნანახი მაქვს კრიშნამურტის ლექციები ძალიან ახალგაზრდა როცა 26-27 წლის და ნამდვილად ესეთია მასე ამბობენ რომ ნაკლებად დარწმუნებული თავის თავში მე უკვე ეს არის გიგანტი მოვლენა რა მე რომ ისი ლექციები ნახოთ და მართლაც ესეთია ანუ ეს არის პროცესი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და მასაც სჯერა რომ მასში შევა ნუ ალბათ მესია ну ისე ხდება საბოლოოდ რომ მას საუნივერსიტეტო განათლება ვერ მიიღო და ეს ამაზე მეღინება ყოველთვის რა აი კრიშნამურტი იყო ის ფენომენი ვისაც მაგალითად უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული და თორშტები ჰერმან ჰესე იყო კიდე ესეთი და აი ეს განსაკუთრებით საინტერესო ხალხისთვის ვინც არის უმაღლესი განათლებით რომ თავდება მათი განვითარება ესეთი ძალიან ნიშანდობლივია მათთვის ამის მოსმენა ალბათ ну, არ ვიცი ხა რა შეჭირდებოდა პრინციპში კრიშნამურტის უმაღლესი განათლება, მაგრამ ნუ ესეა მისი ბიოგრაფია, იგი სწავლობს თეოსოფიას და პირველი მისი ლექციები სწორედ ესეთია. ну, რასაც ასწავლიან, თეოსოფია ისე გადაგებს. და შეიქმნა აღმოსავლური ვარსკვლავის ორდენი. ეს ორდენი სპეციალურად შეიქმნა. ანუ ორდენი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ცნობიერება ახალი მასწავლებლის. ესე ვთქვათ, ღმერთის ახალი რეგულაციისთვის. ხელდასხმულებს ეძახდნენ მან მთელი ისეთი საიდუმლოებები ქონდა მაგ თეოსოფიურ საზოგადოებას, რაც ჩემთვის მაგალითად ნაკლებად საინტერესოა. პირველად ესე ყვებიან, რომ თითქოს ლედბეტერმა რაღაცა ასტრალური გასვლები ქონდა მასთან ერთად და რაღაცები იხილა, მაგრამ მოგვიანებით კრიშნამურტი ვერც კი იხსენებს ამ ყველაფერს. მაგრამ ხდება ერთი უცნაური რამ მის ცხოვრებაში. ხო, როდესაც ის ევროპაში ჩამოდის, ისინი მუდმივად მოგზაურობენ ანი ბეზანთან ერთად და სხვათა შორის მისი ურთიერთობა ანი ბეზანთან ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ძალიან კარგი. 1912 წელს, ну, მამამისი მიხვდა, რომ კარგავდა შვილებს და სასამართლოშიც კი შეიტანა სარჩელი ანი ბეზანტის წინააღმდეგ, მაგრამ წააგო და 1912-ში უკვე ოფიციალური მეურვე ხდება მათი ანი ბეზანტი კრიშნამურტის და მისი ძმის ნიციანის. შემდეგ იწყება მათი მოგზაურობა პარიზში, გერმანიაში, ინგლისში, ინგლისში თავისთავად ცხოვრობს, ის ესწრება გარკვეულ ლექციებს სორბონაში, სწავლობს მეტყველებას, ურთიერთობას, იმიტომ რომ თავიდან მაინც ახლა ის მარტივი არ არის ლექციების კითხვა. და მისი აუდიტორია თანდათან იზრდება, მაგრამ მისი აუდიტორია არის, მოდი ესე ვთქვათ, თეოსოფიური საზოგადოების ირგვლივ შეკრებილი აუდიტორია, ვისაც სჯერა, რომ ხელახალი ღმერთის დაბადება, ანუ რეინკარნაცია უნდა მოხდეს. მე ხდება უცნაური რამ კრიშნამურტის ცხოვრებაში. ხშირად ამბობენ, რომ მას ბავშვობაში მალარია ჰქონდა, გადატანილი ვითომ ამის ბრალია, მაგრამ ავად ხდება და ეს შედის მის ისტორიაში როგორც პროცესის სახელით, იმიტომ რომ მეორდება და თვითონ ესე ყვება ამას და ერთ-ერთი ლექციის დროს თუ არ ვხვდები, მან გრძნობა დაკარგა, მთელი ღამე სადღაც დააწუნეს და შემდეგ ყვება, რომ როგორ იდგა იგი გორაზე, მთაზე და როგორ შესვა მან სასმისი, რომელიც სინათლემ მოაწოდა და როგორ შევიდა მასში უკვე ზოგად საკაცობრიო სიყვარული. ანუ აი ამ პროცესის მერე კრიშნამურტი ხდება თითქმის სხვა ადამიანი და სხვათა შორის სადიგრძნობა იცით უკვე რეალურად ნელ-ნელა იწყება დისტანცირება თეოსოფიურ საზოგადოებასთან. თუ მანამდე მას ამზადებენ როგორც ღმერთს, როგორც ნუ მასში უნდა მოხდეს შესვლა ღმერთის,
კრიშნამურტი იწყებს უკვე მისი ლექციებიც იცვლება ნელ-ნელა და იგი თითქოს თავისუფლდება მათი გარკვეული გავლენისგან. და საბოლოო წერტილი, რამაც დაუსვა, რომ იგი შემდეგ დაშლის ამ ორდენს, მის ძმას ემართება ამ პერიოდში ფილტვის დაჭრდილვა და თუმცა მას ამშვიდებენ ეს ორგანიზაციის წევრები, რომ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, აქტიურად მოგზაურობს ავსტრალიაში და საინტერესო რა არის, იცით, რომ ძალიან დიდი ფინანსური შემოწირულობები აქვს ამ ორდენს, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ახლა როგორი ინტერესი იყო საზოგადოების, ვისაც დიდი კაპიტალი გააჩნდა, რომ სასახლეებიც კი ირიცხებოდა მათ ქონებაში, ფული, ადგილები, მათ ჰოლანდიაში რაღაცა უზარმაზარი სასახლე ქონდა, ძალიან დიდი მიწები და ეს ყველაფერი ეკუთვნის ამ ორდენს, ანუ სადაც მომავალი, ესე ვთქვათ, ღმერთის გახსნა უნდა მოხდეს. და როდესაც ავსტრალიაში მიდიან, იქაც ქადაგებს, შემდეგ მეორე ფილტვზე გადადის ნიციანის დაჭრდილვა და 1924 წელს თუ არ მეშლება, ნიციანი გარდაიცვლება. ძმა. აი ეს იყო შოკური მდგომარეობა კრიშნამურტისთვის და აი მერი ლატენსი წერს, ეს იყო საბოლოო განთავისუფლება ილუზიისგან, რომ აი ეს თეოსოფიური საზოგადოება, რომლებიც მას ეუბნებიან, რომ აი რაღაცა შეუძლიათ, თითქოს რაღაც ნათელხილვები აქვს, რაღაც წინასწარმეტყველების უნარი, აი მაშინ ხდება საბოლოოდ აი სიყალბეს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და საერთოდ კრიშნამურტი შედგა როგორი მასშტაბის მოაზროვნე, რის გამოც მე ის მიყვარს ძალიან. იგი აბსოლუტურად უგულვებელყოფს ყველა რელიგიას, ყველა ფილოსოფიურ სწავლებას, ფსიქოლოგიას, აბსოლუტურად ყველა სისტემას და ამბობს, თუ თქვენ გინდათ გაიგოთ თქვენი ცხოვრება, თუ თქვენ გინდათ გაიგოთ ის ქაოსი, რაც თქვენ ცხოვრებაშია, გაიგეთ ვინ ხართ თქვენ. და ამას ვერ გეტყვით ვერც ერთი რელიგია, ვერც ერთი ფილოსოფიური სკოლა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გაიგოს საკუთარი გონების სტრუქტურის შესწავლით. აი ამაზე დგება თავიდან ბოლომდე კრიშნამურტის სწავლება და მას რომ ეკითხებოდნენ, აი რა არის შენი მიზანი, არაფერი თქვა მან, მე მხოლოდ და მხოლოდ მინდა თავისუფლება მოუტანო ადამიანებს. გავათავისუფლო და რისგან გავათავისუფლო? საკუთარი ილუზიებისგან, ავტორიტეტებისგან, სტერეოტიპებისგან, იდეალებისგან, შექმნილი ღმერთებისგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნიციანის გარდაცვალების მერე ძალიან დიდი შოკი და როგორც ხდება ესეთი დიდი ადამიანები პირიქით იზრდებიან ესეთ მოკლედ დიდი ტრაგედიების მერე, მან შეკრიბა ეს აღმოსავლური ორდენი, მთელი ეს თეოსოფიური საზოგადოება, გამოვიდა სიტყვით და ყვება ესეთ პატერიკები ქვია ამას რელიგიაში, არ ვიცი ხა ესე როგორ არის. რომ ეშმაკი და მისი მეგობარი მიდის ქუჩაში და ადამიანი უცებ დაიხარა და რაღაც აიღო და ეს მეგობარი ეკითხება ეშმაკს რომ რა აიღო მანო და მან აიღო ჭეშმარიტების ნაწილი რაღაცა და კი მაგრამო შენთვის ხო ეს საშინელებაა მე რა თქინდა რომ ადამიანება ჭეშმარიტება იპოვონო და ეშმაკი პასუხობს რომ პირიქით მე მას დავეხმარები გაერკვეს რა არის ჭეშმარიტება. აი ეს იყო მისი ასე ვთქვათ, გზავნილი თეოსოფიური საზოგადოების მხრიდან მიმართ, რომ ის რო თქვენი სისტემით გინდათ ადამიანებს ასწავლოთ ჭეშმარიტება, ეს არის სწორედ აი ეს. და ესე დაშალა მან თეოსოფიური საზოგადოება. ნუ რა თქმა უნდა, აღმოსავლური ორდენი თეოსოფიური საზოგადოება დარჩა, ანუ რაც შეიქმნა ახალი მესიის მოსამზადებლად და რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ძალიან დიდი. პრინციპში მასთან ბევრმა ურთიერთობაც კი გაწყვიტა, მას აუდიტორია დაუცარიელდა ის ძველი, ანუ ეს და ესეთი საუბრებიც კი იყო თურმე ეს ანი ბეზანტი, ეს ლედბიტერი, ყველანი საუბრობდნენ, რომ სად დავუშვით შეცდომა, სად შეგვეშალა, ანუ მათ ჩათვალეს, რომ მასში შეცდნენ. შემდეგ იწყება სრულიად ახალი ეტაპი კრიშნამურტის ცხოვრებაში. იგი გადადის ამერიკაში და პრინციპში ოჰაიოში სახლდება. იწყება უკვე მისი სწორედ იმ ტიპის ლექციები. აი შემდეგ უკვე რაც მივიღეთ კრიშნამურტი არავით არის საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი. არა, ეს არის უკვე ადამიანი, რომელსაც ზუსტად ესმის, რაზე საუბრობს.
მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ძალიან დაუახლოვდა თურმე იგი ოლდოს ჰაკლს იცით თქვენ ეს მწერალი ხო ერთ-ერთი ჩემი საყვარლესი და ეს არის პერიოდი როდესაც აი ევროპაში უკვე ომი უნდა დაიწყოს და ერთად გამოდიან კრიშნამურტი და ოლდოს ჰაქსლი აი ამ ომის წინააღმდეგ ოღონდ ორივემ კარგად გააცნობიერა და ლექციები აქვთ ამაზე, რომ ნაციონალიზმის საფრთხე კაცობრიობის ისტორიაში, რომ ნაციონალიზმია სწორედ ის, რასაც მარადიული ომები მოაგდა. ეს ოღონდ სხვა ამერიკაა, ეს ის ამერიკა არ არის, რაც დღეს არის, ეს არის ამერიკა, სადაც მაშინ პატრიოტული მოძრაობები ძალიან არის მომძლავრებული და საკმაოდ დიდი უარყოფითი პოვა მან საზოგადოებაში და აყვებიან, რომ FBI-ც კი დაინტერესდა მაშინ კრიშნამურტით, ანუ რა იყო, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ამას და 44 წლამდე პრინციპში იქ ოჰაიოში რაღაც გამომცემლობა იყო კეთილშობილი მონასტერი, მგონი ესე ერქვა და იქ შემდეგ მისი ორდენი დაარსდა თუ ფონდი კრიშნამურტის და იქ შეაფარა ამან თავი. ხო, დამოიწყდა იმის თქმა, რომ როცა დაშალა მან ეს აღმოსავლური ვარსკვლავი აბსოლუტურად დაარიგა მთელი ქონება უკან, აი იმ სასახლის ჩათვლით, რომელიც მას ჰოლანდიაში აჩუქეს. აბსოლუტურად დაარიგა, ყველა შემომწირულს დაურიგა თავის ქონება. და ეს არის 44 წლამდეო თითქმის ესეთი შეფერხებულია მისი ლექციები, ანუ არ არის ესეთი მასშტაბური, ალბათ ძალიან ვიწრო წრეში ხდება მისი გამოსვლები. და 44 წლის მერე თვითონ ყვება, რომ აი როდესაც უკვე ომიც დამთავრდა ევროპაში და აი გამოვედიო თითქოს იმ ხელა ენერგია დაგროვილი ჩემში, რომ აი აფეთქდა ეს ყველაფერიო. და იწყება უკვე ახალი ხანა კრიშნამურტის ცხოვრებაში, მისი მოგზაურობები, მისი არ ვიცი, მგონი არ დარჩენილა ევროპაში ქვეყანა, სადაც ის არ ჩადიოდა, მისი აუდიტორია იზრდება, ძალიან იზრდება, ოღონდ არის უკვე სრულიად განსხვავებული ხალხი. და მისი მე შემთხვევით არ დავარქვი დღევანდელ ლექციას პირველი და უკანასკნელი თავისუფლება, ნუ მან რამდენიმე წიგნი დაწერა, ისე ძალიან ბევრი წიგნია ჩაწერილიც მისი ლექციებიდან, მაგრამ აი ეს წიგნი პირველი და უკანასკნელი თავისუფლება იყო რა, არ ვიცი, ჩემთვის პირადად ეს სამაგიდო წიგნია რა, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შემოქმედებიდან. რითი იყო ეს ადამიანი ესეთი განსაკუთრებული? ნუ შემდეგ ბიოგრაფიის მივიღო ბოლომდე, შემდეგ აი ესე გრძელდება მისი ესეთი მასშტაბური, ძალიან დიდი. იგი მართლაც გახდა მასწავლებელი, იგი მართლაც გახდა მსოფლიო მასწავლებელი. და სხვადასხვა ოლდოს ჰაქსლი წერდა, რომ აი მას როდესაც უსმენდიო, ვფიქრობდი, რომ აი ბუდა შეიძლება და მხოლოდ ესეთი ყოფილიყო, იმ ხელა სიყვარული მოდიოდა მისგან და ჩემთვისაც ნიშანდობლივი რითიც იყო კრიშნამურტი, ხოლმე ძალიან ბევრი აღმოსავლელ მასწავლებელს ვიცნობ, უამრავი მე-20 საუკუნეში უკვე მათი ჩანაწერებია, მაგრამ აი ესეთი ენერგია, რაც მას ჰქონდა, ესეთი სიყვარული, რაც მისგან მოდიოდა, მე ძალიან ნაკლებად მინახავს, ანუ ეს არ იყო მარტო მოაზროვნე, ეს იყო მდგომარეობა, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი ზუსტად იმ მდგომარეობის, რაზეც საუბრობდა. მან საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, იგი გარდაიცვალა 1986 წელს ოჰაიოში გარდაიცვალა. იქ ამერიკაში გარდაიცვალა და ისე რამდენიმე სკოლა დააარსა მან, სადაც უნდათ ბავშვები აღეზარდათ მისი აზროვნებით, მისი სწავლებით, მაგრამ ვიცი რომ მისი ბოლო სიტყვები თუ ბოლო ჩანაწერები ესეთია, რომ ვერ ვიპოვე მაინც ვერც ერთი ადამიანი ჩემ სკოლაში შეცვლილია, ის რაც მე მინდოდა, ახალი ადამიანი, მისი ტერმინებია ცნობიერების ტრანსფორმაცია, ცნობიერების რევოლუცია. ნუ პრინციპში მე ვერ ვიპოვე ვერავინო და ხშირად თურმე წერდა კიდეც წერილს, მას ყავდა ესეთი მეგობარი როზალინდა ვილიამსი ეს ქალი და წერდა კიდეც წერილებს მას, რომ ჩემს აუდიტორია ესეთი მასშტაბის მოაზროვნეს ძალიან რთულია ჩაწვდა. და იგი გარდაიცვალა 90 წლის ასაკში თუ არ ვთქვი, მას კი მოხდა და ესეთი ის მოხდა, იგი მას კრემაცია გაუკეთეს და 3 ქვეყანაში, ანუ სადაც ის მოღვაწეობდა ინდოეთში, ინგლისში და ამერიკაში არის, ნუ თუ
ალბათ საფლავი, მაგრამ ინდოეთში ვიცი რა საფლავი, ანუ მისი ფერფლი მოალბნიეს. დაწვეს ურად. კი, კრემაცია გავაკეთეს, კი. ეხლა რაც არის მნიშვნელოვანი, საერთოდ ერთ რამეს გეტყვით რა, მე კრიშნამურტზე ვისაუბრებ ძალიან ბევრჯერ, ეხლა უბრალოდ ბიოგრაფია მოვიყევით, მაგრამ ბიოგრაფიები ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე კრიშნამურტზე ვისაუბრებ ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ ჩემი აზროვნება ზოგადად თავიდან ბოლომდე კრიშნამურტზე დგას და როდესაც კარგად გაეცნობით კრიშნამურტს და მე ჩემს ლექციებს მოვისმენთ, მიხვდებით, რომ რამდენად დიდი როლი ითამაშა ამ ადამიანმა ჩემი ცნობიერების გახსნაში და საინტერესო რა იყო იცით რომ ძალიან დიდი გავლენა მას მოახდინეს ნიჩემ და დოსტოევსკიმ. ეს უცვლელი თემა დოსტოევსკი ყველას მასწავლებელია. ძალიან ახალგაზრდა იგი არის გატაცებული ძველი აღთქმით და შემდეგ უკვე აი ეს შელი, ეს ინგლისელი პოეტი, ნიჩე და დოსტოევსკი, ვინც ყველაზე მეტად მასში მაგრამ უდაოდ ის ესეთი ძირეული ახსნა ადამიანის ფსიქიკის, ადამიანის გონების, რაც მას ჰქონდა, ზღაპარი ამას ვერავინ ვერ გასწავლის, ეს არის გზამისგან გავლილი საკუთარი თავით. პირველი და უკანასკნელი თავისუფლება, რაც იყო დევიზი მისი ცხოვრების, ეს იყო აი საოცრად მარტივად მოსაუბრე ადამიანი, რომელიც ყველაზე გენიალურ რამეზე გესაუბრებოდათ ისე რომ ყველა მდგომარეობისთვის გასაგები ყოფილიყოს. ძალიან ესეთი ნიშანდობლივია მის ლექციებში და მის წიგნებში ადამიანის, ესეთი თემები ჰქონდა მას შიში, სიხარბე, სიყვარული, თავისუფლება, რწმენა და ეხლა დღეს რა თქმა უნდა ვერ ჩავდებ ყველაფერს, მაგრამ მოდი რაღაც თემებად დავყოფ, აი რწმენა, სიყვარული და თავისუფლებაზე ვისაუბრებ კრიშნამურტისეული გაგება და ალბათ თქვენეულიც ხა რომ გაერკვევით როგორ აზროვნებდა ეს ადამიანი. აი რელიგიასთან მაგალითად მისი ესეთი დამოკიდებულება საიდან ჩამოყალიბდა. მას აქვს ესეთი ფრაზა უკვე მის ციტირებ. რწმენა აბრკოლებს და უარყოფს ჭეშმარიტებას. გწამდეს ღმერთი არ ნიშნავს იპოვო ღმერთი. გესმით? მუდამ ამაზე აკეთებდა ლექციას. არის მდგომარეობა ღმერთი, მაგრამ არის სიტყვა ღმერთი, რომელსაც მე და თქვენ ვამბობთ, მაგრამ ამ სიტყვაში არაფერი არ არის. თქვენ ლაპარაკობთ, რომ ღმერთი არ ჩემში, ამას ყველა ქრისტიანიც და არაქრისტიანიც ამბობს, მაგრამ თქვენ ეს არის ცარიელი სიტყვა. რაში გამოიხატება, რომ ღმერთი არის თქვენში? გწამს და ჩაგრავ, გწამს და კლავ. გწამს და ჩადიხარ უსამართლობას, ხო? გწამს და, რა ვიცი, ისევ ისეთი ხარბი ხარ, ისევ ისეთი ეგოისტი ხარ. აი ესეთი იყო მისი დამოკიდებულება, როდესაც აუდიტორიას მას ხშირად ეკითხებოდნენ, თქვენ ვიცით ეს რელიგიური თემატიკა ყველა დროში რა რთული თემაა, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ხა წარმოგიდგენთ სუსტი არსება, რომელსაც არ შეუძლია ღმერთის გარეშე ცხოვრება, ესე ვთქვათ, თავის მიერ შექმნილი ღმერთის გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ მისთვის ადამიანი ხო ესეთი ნატურაა, მისთვის ძალიან კომფორტულია რომ დაიძინოს, იმიტომ რომ იქ სადღაც ვიღაც ზის და ჩემს ბედს ის განაგებს, რამდენი მორწმუნეც გინდათ, ხო? აი კრიშნამურტი ამას ამბობდა, გაიღვიძეთ რა. არავინ თქვენს ცხოვრებაში ხელს არ აფათურებს. მაგალითად აი შიშებზე ქონდა გენიალური რაღაც, გინდათ გაიგოთ შიში, რატომ გეშინიათ? ჩასწუდით შიშის ბუნებას, ვისი გეშინიათ და რისი გეშინიათ, იმის, რასაც არ იცნობთ ბოლომდე. გესმის, აი არის ახლა კონკრეტული შიშები, ხო და ყველაზე დიდია სიკვდილის შიში, რაც ადამიანს აქვს, მაგრამ არის კიდევ ჩვენ მქონდა სელექციები შიში, რომ ვერ იქნები წარმატებული შიში, რომ ვერ იქნები ისეთი, როგორიც გინდა იყოს შიში, ამის დაკარგვის შიში, იმის დაკარგვის. ანუ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობთ საკუთარი გონების სტრუქტურას, აბსოლუტურად არ გესმით ვინ ხართ თქვენ და აი ეს სრული ქაოსით გინდათ მიახლოთ რაღაც ჭეშმარიტებას, რომელიც არის მხოლოდ სიტყვა ჭეშმარიტება. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურ დონეზე. თქვენ საუბრობთ სიყვარულზე და რა არის სიყვარული ადამიანისთვის? სიამოვნება, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, თქვენი სიყვარული ადამიანების. გესმით ხო კრიშნამურტისთან ვსაუბრობ, მაგრამ
ხომ არსებობს მდგომარეობა სიყვარულის. თქვენ გინდათ ბოლომდე დარჩეთ ეგოისტებად, მე მინდა, მე მსურს, ეს ჩემია, ის ჩემია, არც ამის დათმობა გინდათ და თან გინდათ მიხვიდეთ იმ აბსოლუტურ მდგომარეობას სიყვარულამდე. იგივეა ღმერთი, იგივეა თავისუფლება. და როგორია გონების სტრუქტურა ადამიანების. აი, თქვენ ცხოვრობთ, გათენდა დილა, თქვენ დაგეგმეთ დღე, თქვენ მიდიხართ მეგობართან სამსახურში, ლექციაზე და ყოველი დღე არის ესეთი, მე მინდა ვიყო ბედნიერი. გუშინ მე არ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ ეხლა მინდა ვიყო ბედნიერი და ყოველი დილა ან ამ იმედით ვიძინებ, ხო ესეთია რეალურად ჩვენი ფიქრები. ხო, რაღაცა ამაში ესეთი არ არის. ჩვენ ვწვევით ჩვენს წარუმატებლობასთან და უიღბლობასთან, როგორც ვეძახით ჩვენს ცხოვრებას, თუმცა ეს კიდე საკითხავია, ეს სახელები რა არის და ჩვენ ვიღვიძებთ იმ იმედით, რომ всё, ახალი დღე ახალს მომიტანს. და კრიშნამურტი კითხულობს, თუ თქვენ არ იცვლებით, თუ თქვენ აბსოლუტურად არ გესმით თქვენი გონების სტრუქტურა, კი, მაგრამ რა უნდა შეგცვალოთ? აი ეს არის თქვენი ილუზია ღმერთთან დამოკიდებულებაში, რომ მე ხა 3 საათზე წავალ წირვას დავესწრები და იქიდან რომ წამოვალ, იქნებ თავში დამეცეს იღბალი. კი, მეც მქონია ცხოვრებაში ეტაპი, როცა ესე ვფიქრობდი, რომ ეკლესიიდან ეკლესია წმენა გულწრფელად მჯეროდა ამის, რომ ღმერთი ერთ მშვენიერ დღესაც გადმომხედავდა, გაიღვიძებდა ჩემთვისაც და იტყოდა, რომ უიმე, ნონა როგორი მოწმე ყოფილა, მოდი ხა მივცეთ მას ყველაფერი რაც უნდა. გესმით ილუზია ადამიანური არსებობის, მაგრამ გინდათ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, გაიგეთ თქვენი გონების სტრუქტურა, ვინ ვარ მე, ეს იყო მისი ლექციების მთავარი ესეთი გზავნილი, ვინ ვარ მე. არა მე როგორც მოსაუბრე თავისთავად, აი ვინ ხართ თქვენ თითოეული ადამიანი? გიფიქრიათ ამაზე, როგორები ხართ თქვენ? გიფიქრიათ ამაზე, რამდენად დიდია თქვენი ეგოიზმი ყველაფერში? დედასთან, მამასთან, მეგობართან, შეყვარებულთან, საყვარელთან, ცოლთან, ქმართან გიფიქრიათ, რამდენად მე და ჩემზე ხართ აწყობილები? და ესეც გინდათ, რომ ახალმა დღემ რაღაც ახალი მოგიტანოთ. იმიტომაც არაფერი არ მოაქვს ცხოვრებას. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიფიქროთ, ვინ ვართ ჩვენ, დავწვეთ თუ დავდგეთ თუ რა ვიცი, ტაძარშიც შეიძლება ამის გაკეთება, რომ როგორია ჩემი გონების სტრუქტურა და როგორ უნდა გაიგო, როგორია შენი გონების სტრუქტურა. უნდა დააკვირდე შენს ფიქრებს. ხომ ფიქრიდან იწყება ყველაფერი, ხომ გიფიქრიათ ამ თემაზე? ფიქრი განწყობას როგორ წარმოშობს თქვენში, გიფიქრიათ ამაზე? აი მაგალითად ზიხართ აბსოლუტურად არაფერი უემოციო ხართ, არც კარგი, არც ცუდი. აი თუ არ გიფიქრიათ, უბრალოდ დააკვირდით. წამოვიდა რაღაცა ფიქრი, ხასიათი შეგეცვალათ. ან კარგი, ან ცუდი, ყველაფერი არის თქვენი ფიქრი. და ეს ფიქრები საიდან მოდის? ეს ხო გარედან არაფერი არ მოდის. ჩვენ ხო ეს ვიცით, ყველაფერი აქ არის. ჩვენ კი გონია რომ ეხლა მეზობელმა რაღაცა ცუთხასეთი დამაყენა და კოლეგამ და ტელევიზორი ჩავთეთ და ნეგატიური ენერგია. არც იფიქროთ, ის ყველაფერი მოხვდა იმ კომპლექსებს, რაც თქვენშია. და იმით რომ გავიგო როგორია, საიდან მოდის ჩემი ფიქრები, მოდი დავაკვირდე აბა, როგორი პიროვნება შევდექი მე. აი მაგალითად მე ჩემი ცხოვრების 39 წლის ასაკში, აი ჩემ თავზე ვლაპარაკობ. მე ვარ ისეთი, როგორიც აღმზარდეს, ანუ განპირობებული გონება, ეს სხვათა შორის ტერმინი მე პირველად ესე მასშტაბურად კრიშნამურთან ესეთი მასშტაბური ახსნა განპირობებულობის მასთან წავიკითხე და მისგან ვისწავლე. როგორია ჩემი განპირობებული გონება და საერთოდაც რატოა ჩემი გონება განპირობებული? იმიტომ რომ მე ვარ შედეგი ჩემი აღზრდის, ჩემი ოჯახის, ჩემი განათლების, ავტორიტეტების ყველაზე დიდი მტერი თქვენი, აი დაიმახსოვრეთ რა, ავტორიტეტები თქვენი მტრები არიან რა. იმიტომ რომ ავტორიტეტი ნიშნავს კვლავ ძილს. მე ვიძინებ
ავტორიტეტმა იცის, რომ რა უნდა გავაკეთო და საით უნდა წავიდო და ის ახლა მომცემს მე გამზადებული იმას, რა ქვია, სისტემას. თქვენი განპირობებული გონება როგორ გაგზარდეს? როგორია თქვენი ნაციონალური ხაზები? ნახეთ რა მოხდა, ფიქრმა შექმნა ნაციონალიზმი, ფიქრმა დაყო, ეხა ისე ვციტირებ კრიშნამურტს, ფიქრმა დაყო დედამიწა ევრაზიად, ამერიკად, ინდოეთად. ხო გიფიქრიათ ამაზე, ეს ღმერთმა კი არ დაყო, რომ ეს ეხლა ამერიკა, ეს ატლანტის ოკეანეა და ეს ევროპა ან ევრაზია, არა. ადამიანის ფიქრმა დაყო. ადამიანის ფიქრმა გაავლო ხაზი, რომ ეს არის იტალია და ეს არის საფრანგეთი და თუ შენ ხა იტალიელო ერთ ნაბიჯს გადმოდგავ ჩემს მიწაზე, თაოპირს დაგანგრევ. ფიქრმა გააკეთა. აბა გადახედეთ ადამიანების ისტორიას, კაცობრიობის ისტორიას და ერთ ლექციაში ამბობს რა, თქვენ სწავლობთ ისტორიას სკოლაში. თქვენ სწავლობთ როგორც მეფეების ისტორიას, სახელმწიფოების ისტორიას, არა, ეს თქვენი ისტორია. თითოეული ადამიანი ატარებს მსოფლიო ისტორიას, უბრალოდ ამას წაკითხვა უნდა. ეს თქვენი ისტორია, ეს ჩვენი ისტორიაა, ხალხო. ჩვენ დავარქვით აი ამ ქვეყანას საქართველო და იმათმა დაარქვეს იმ ქვეყანას რუსეთი. და ნახეთ იმის მერე რა დღეში ვართ. ესე იყო იტალია, ესე იყო საფრანგეთი, ხო? ხა გავსდეთ ამ რაღაცა ჩვენს და იმას, ხო? ყველაფერს ფიქრი შვება. ფიქრმა შექმნა ღმერთი. არ ვლაპარაკობ აბსოლუტურ არსებობაზე. მე არასოდეს არ ვლაპარაკობ აბსოლუტურ არსებობაზე და არც კრიშნამურტი არ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ან განიცდი, ან ვერ განიცდი. ის ღმერთები, რაც ჩვენ გვყავს, ფიქრმა არ შექმნა ოლიმპოს პანთეონი, ფიქრმა არ შექმნა ძველი ინდური პანთეონი, ან ეგვიპტური. შემდეგ ფიქრმა შეცვალა ეს ღმერთი, ხო? იყო მაგალითად ახლა ჩემს საზრს გიყვებით, გეუბნებით, იყო უნივერსალური პიროვნება იესო ქრისტე, რომელმაც ეს გზა უდაოდ გაიარა. მაგრამ ნახეთ მე ადამიანის გონებამ რა გააკეთა მის ირგვლივ, იგივე ძველი ჩაანაცვლა თავისი სისტემებით, თავისი დოგმატიკით. ნახეთ თქვენ მე ინკვიზიციის პერიოდში რა სახელი იყო ამ ყველაფერმა, ხო? ღმერთის სახელით, ესე იგი ჩვენმა ფიქრმა უყურეთ, ჯერ შევქმნით ეს ნაციონალური ხაზები, მე ვარ ქართველი დავირქვი, სხვათა შორის ამას ფსიქოლოგიაც ამბობს და იუნგიც ამბობს, ეს არის თქვენი ნიღაბი, მე ვარ ქართველი, მე ვარ ქრისტიანი, იუნგი ქართულზე არ ამბობდა, მაგრამ დაუშვათ მე ვარ შვეიცარიელი, მე ვარ პროტესტანტი, ეს არის თქვენი ნიღაბი, ასე ვთქვათ, თქვენი ფორმა სოციუმთან ურთიერთობის, თქვენ არ შვეიცარიელი ხართ, არც ქართველი ხართ, არც ფრანგი ხართ, თქვენ ადამიანი ხართ, რომელსაც აბსოლუტურად არ გესმით რა სტრუქტურაა თქვენი, საერთოდ რა არის თქვენი ცნობიერება, რისგან შედგებით თქვენ. ნახე, რას ამბობს კრიშნამურტი, თუ მე არ ვიცი ვინ ვარ, ნებისმიერ ჩემ არჩევანს ფასი არ აქვს. იმიტომ რომ მე არ ვირჩევი ჭეშმარიტი მედან, მე არჩევანს ვაკეთებ რაღაცა სწავლებიდან, რაღაცა სისტემიდან. ვის ჭირდება? რამდენი სისტემა გამოიცვალა კაცობრიობამ? გნებავთ რელიგიური, გნებავთ ფილოსოფიური სკოლა რამდენი იყო. მე ვის მოუტანა ტრანსფორმაცია ამან? ტრანსფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ თქვენ საკუთარ ცნობიერებაში მარტო შეგიძლიათ მოუტანოთ საკუთარ თავს. მისი ფრაზაა რა, როდესაც ეს ავტორიტეტებზე ეკითხებიან, თქვენ დაკარგეთ მუსიკა საკუთარ თავში და ეხლა მისდევთ მომღერალს, რომ მან გასწავლოთ სიმღერა. მაგრამ ვერასოდეს ვერ გასწავლით, სანამ არ იპოვეთ თქვენს თავში ამ მუსიკას. გესმის? ნახეთ როგორ არის ფიქრმა დაყო, ფიქრმა შექმნა ერები, ეთნოსები და შემდეგ ღმერთები და შემდეგ რა ეს ისე მარტივად არ არის, ადამიანები ერთმანეთს კლავენ სამშობლოს სახელით, ღმერთის სახელით ყველაზე დიდი მარაზმი. ნახეთ როგორ ვართ მსხვერპლი საკუთარი აზროვნების, ჯერ დავირქვი ხა მე ქართველი თქვენ რუსი, ან მე იტალიელი თქვენ ფრანგი და მე დავხუცეთ ერთმანეთი ამის გამო. აი რამხელა ილუზიაში ცხოვრობს კაცობრიობა და აი სწორედ ამისგან უნდოდა მას ადამიანების გონების განთავისუფლება. მაგრამ განთავისუფლება ხდება როგორ? გაცნობიერებით. გესმის?
შემდეგ არის აქ შეკითხვები, რომ იცი რა, ის საუკუნეების მანძილზე პიროვნებებმა შექმნეს რაღაცა მთელი იდეები ეწირებოდნენ. გასაგებია, მაგრამ ვინ იყვნენ ის ადამიანები? რატომ არიან ის ადამიანები ავტორიტეტები გამაგებინეთ რა? ან საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა ავტორიტეტი? თქვენ რომ განიეხმოთ ახლა აი ამ წუთას განსხილოსდეთ, მე თქვენ გონიათ რამეზე ვიგრძნობ, ვერც მივხვდები რა. შეიძლება გიჟიც კი მეგონებს, თქვენ ისე დაიწყოთ მეტყველება და არის კიდეც აი იმი ამბობს, რომ აი ქრისტეს რატო ვერ უგებდენო და რატო ეძახდენო მას გიჟს, იმიტომ რომ ეს არქეტიპი რომელმაც ის მოიცვა უკვე სხვანაირად მეტყველებდა. აქედან გამომდინარე, მაინც ვერ იქნებით ჩემთვის ავტორიტეტი რა. იმიტომ არის აი მიბაძვა ქრისტეზე. ნახეთ რელიგიამ რა მარტივად აიღო ყველაფერი, ბუდა გააღმერთეს ქრისტე და ახლა მოდი რა ვქნათ, იცი, ვეხვეწოთ ქრისტეს, იქნებ შეგვიცვალოს გონება. ქრისტეს სხვათა შორის არც ერთი თავის მოწაფესთვის გონება არ შეუძლია. ყველამ თქვენ იცით რა გზა გაიარეს. 11-ვე ჯვარსაცვეს მგონი იოანე მახარებლის გარდა. ეს ძალიან საინტერესოა, ხალხო, ეს არ არის მარტო ფაქტები, ეს სწავლებაა. ყველა მისმა მოწაფემ საკუთარი სისხლით მოიპოვა, აი ის რასაც მდგომარეობა ქვია. გასაგებია, ეს იყო პირველი საუკუნე და ეს იყო ველური ეპოქა. ეხლა დღეს ჯვარცმას და ესეთ იმას თქვენგან არავინ აღარ მოითხოვს, ხო? ეს იყო იმ ძალიან ისეთი არქაული ეპოქის ბრალი. მას შესაძლოა ყველაფერი არის თქვენი გონება, აი აქ. აი თქვენ შეგიძლიათ სკამიდან არ ადგეთ უბრალოდ და ისე გააცნობიეროთ მთელი სამყარო საკუთარ თავში. სულ არ გჭირდებათ არც ერთი წიგნის წაკითხვაც კი. არც ერთი ავტორიტეტის მოსმენაც კი. ყველაზე დიდი მასწავლებელი აი აქ გყავთ. თქვენშია ეს მასწავლებელი. და სხვათა შორის აი ქართველი ფილოსოფოსებიდან მამარდაშვილი ძალიან მიყვარს. მთელი მისი ფილოსოფია ამაზე იყო. ცხოვრების წიგნი გასწიეთ გვერდზე, სხვა წიგნები, ხლა ის იმას කියන්නේ, რომ წიგნები არ უნდა იკითხო, ხო ხვდებით არა? ისწავლეთ ის, რაც არ არის თქვენი სულიდან, თქვენი ცხოვრებიდან ამოსული და აი მას ჰქონდა ლექციები მამარდაშვილზე ვამბობ, ხა ოდნავ გადახოვებას გავაკეთებ პრუსტის შესახებ დაკარგული დროის ძიებაში და იქ ამბობს ესეთ რაღაცას. აი პრუსტი ამბობს, დაკარგულია ყოველი დრო, როცა თქვენ თქვენი წიგნიდან არ კითხულობთ. თქვენი სიცოცხლის წიგნიდან არ კითხულობთ. აი ეს იყო თავიდან ბოლომდე კრიშნამურტის აი მთელი მისი ლექცია ესე იწყება. ვინ ვარ მე? რატომ მეშინია? რატომ მწამს? რატომ ვარ ესე ცუდად? ვერავინ ამაზე პასუხს ვერასოდეს ვერ მოგცემთ. ვერავინ. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, თქვენს თავში, თქვენს ფიქრებში მიყევით. რა სტერეოტიპები გაქვთ ჩამოყალიბებული? სტერეოტიპი გარკვეულწილად ყალიბდება აი პირველი შიშიო კრიშნამურტი როდესაც შიშებზე საუბრობს, ამბობს თქვენს ბავშვობაში შემოდის, როდესაც ოჯახი გაიძულებთ სკოლაში, სიარულისას იყოთ ისეთი, როგორიც სკოლას უნდა. ჩვენთვის ეს ყველასთვის ხო ძალიან ნაცნობია რა. მე მაგალითად მეშინობდა სახში მოსვლა 4-იანს რომ მივიღებდი. მე ეს შიშები ეხლაც კარგად მახსოვს. რაღაც კლასამდე მე მეშინობდა და აი ამხელა ქალი ვარ და დღესაც კი მახსოვს ეს განცდა როგორი იყო. ხედავთ აი რას უშვებითო ბავშვის გონებასო. ამ დროს შეიძლება ბავშვი გენიოსიც იშვას მისგან. კლასიკური მაგალითი კრიშნამურტია მაგის, მაგრამ თქვენ რას უშვებით მას? არა. შენ უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო, რატომ უნდა იყოს სხვაზე ნაკლები? ნახეთ, საიდან ვიწყებთ ბავშვის გონებაში ჩამოყალიბებას, რომ შეეჯიბრე ვიღაცას, ის შენზე უკეთესია, ის შენზე ნაკლებია. აქედან ჩდება პირველი შიში, რაც მერე გადადის აგრესიაში. ბუნებრივია, ახლა ბავშვს არაფრის გადახარშვა არ შეუძლია. ბავშვი ეს ენერგია შედის, მშობელი მისთვის ავტორიტეტია უდაოდ, იმიტომ რომ ბავშვს საერთოდ ესეთი აზროვნებაც არ შეუძლია. მშობელი მას ზრუნავს, იდულობს, აცვავს, რაღაცა ავათარი მასთან მიდის და უცებ მშობელი ეუბნება, რომ იცი, აი შენ ხარ ესეთი ცუდი, არაობა დებილი, იმიტომ რომ ის შენზე მაგარია, მშობელთა კრებიდან მოდის მშობელი და ამბობს, რომ შენ ესე, შენ ისე. ბავშვი თავს ვერ იცავს. ბავშვი ვერ ისი უდაბნო რა იყო, საკუთარ ვნებებთან ბრძოლა და საკუთარ რაღაც არასრულფასოვნებებთან ბრძოლა და მისი ჯვარცმა რა იყო, ძველი ადამიანის
ჯვარცმული, აი სტერეოტიპული ადამიანი ზუსტად რა. მაგრამ ჩვენ იცი რატო ვაქციეთ ესე ქრისტეთ, ეს ხო უფრო კომფორტულია. აი ზარათუსტრას რო საუბრობდით გახსოვს, რა გვინდა ზარათუსტრა არ შეგვიძლია. ანუ ეს მაინც უდაოდ რაღაცა პროგრესი არის, მაგრამ ეს ძალიან გარეგნული პროგრესია. კი ბატონო, სიტყვის თავისუფლება რაღაცები მოიტანა სამყარო, მაგრამ რაც მთავარია ის არ მოვიდა, ფუნდამენტალური ტრანსფორმაცია. ის რომ მე თქვენი აღარ მიშინოდეს, გესმით, სადამდეო და მივიდეთ. ეს ხო მარტივია, რატომ უნდა გვეშინოდეს ხალხო ერთმანეთის, მაგრამ ხო გვეშინია ერთმანეთის რა. მოდი რა ვაღიაროთ, ხო გვეშინია სამსახურში ჩვენი უფროსის, იმიტომ რომ ხო იმან რაღაც არ გავუშვას და ჩვენ მე ულუყმაკურად არ დავრჩეთ და ამის გამო ვიტანთ ყველაფერს. ამას ცხოვრება ქვია. ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და უბრალოდ აი სიკვდილს და სიცოცხლეს შევეხები კრიშნამურტით და ოღონდ მე არ დავასრულებ კრიშნამურტს რა აწი ჩემი ლექციები იტრიალებს სულ ცნობიერების ტრანსფორმაციაზე და აი სიკვდილზე ამბობდა ხშირად რომ ყველაზე დიდი შიში ადამიანების ეს არის შიში სიკვდილის მაგრამ მოდით რა ჯერ გავიგოთ რა არის ცხოვრება იმისთვის რომ გავიგოთ რა არის სიკვდილი და რა არის თქვენი ცხოვრება ეკითხება აუდიტორიას ის რომ თქვენ მონოტონურად იზდებით სკოლა, ტრადიციები, იდეალები, ოჯახი, შემდეგ სამსახური, კარიერა და იწყება ცხოვრება 9 საათზე სამსახურში, 5 საათზე სახლში. მე სამსახურში რა ხდება? იქ იერარქიულად მაღალს, თავსუხრი, იერარქიულად დაბალს, ყველაზე კაი შემთხვევაში ნორმალურად ელაპარაკები. შემდეგ შაბათ კვირა რაღაცა კლუბში წასვლა, გაქცევა საკუთარი თავისგან, მე შვილები, ოჯახი, მე ამის მობეზრება უნდა არ აღიარება, უდაოდ რომ ყველას ბეზრდება ერთმანეთით, იმიტომ რომ ადამიანური ყოფის ესეთი დამახასიათებელია, შვილი, რომელიც თავიდან გიხარი აჩენ გაოცნობიერებლად და მე ხვდები რომ ტვირთია და ვერც კი ხვდები რა უნდა უყო ამ ტვირთს. მე დაპირისპირება ლუკმაპურისთვის შოვნა, რატომ უნდა იყოს ესეთი რთული დედამიწაზე თავის გატანა? გასაგებია რომ ფიზიკურ სხეულში ვართ. განა ყველაფერი არ არის დედამიწაზე იმდენი რომ ჩვენ გვეყოს სიხარბე ხალხო. აი ეს არის კიდე ყველაზე დიდი რეფლექსიისთვის. ვიღაცას აქ მილიონები, წარმოდგენა არა აქ რა თუნდა ეს მილიონები, მაგრამ უნდა გაგიჟებულია, მასში ადამიანი მოკვდა. იგი არის ტყვეან ფიქრების, ყოველ დილას იღუძებს და ფიქრობს რომ მილიონს თუ კიდე ახლა მილიონი არ დაემატება დამთავრდა ცხოვრება. გახსოვთ ეს ყვადაღებული კრიზისი რო დაიწყო ევროპაში, საფრანგეთში ერთი რაღაცა კომპანიიდან ზედიზედ ხალხი ხიდიდან ხტებოდა რა, იმიტომ რომ ხელფასი გაუნახებდა. როგორი ხელფასი იცი, მაგალითად 15,000 ევრო ქონდა და 7,000 ევრო. ხალხო ეს მარასმე, ეს ავადმყოფობაა, ეს ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა გესმის. რეალურად არც ამდენი საჭმელი ჭირდება ადამიანს, არც ამდენი ჩასაცმელი, არც ის სულელური სახლები, ამდენი მანქანები საერთოდ არ ჭირდება. ისევ ფიქრი, გესმით? ისევ ფიქრი თქვენს განპირობებულ გონებაში, ისევ ფიქრი წამოსული ამ თქვენი რაღაცა იდიოტური რაღაცა სტერეოტიპებიდან, რომ ნახე როგორი სახელია, ეს სახელი რა არის საერთოდ გამაგებინეთ რა. თქვენი სტატუსი რა არის? ეს ყველაფერი ხალხო სრული მარაზმია გესმით? და ამბობს კრიშნამურტი რომ რეალურად აი ეს არის თქვენი ცხოვრება. დაპირისპირება ყოველ დღე, თავის გატანა, ფიქრი იმაზე რომ ხვალე აი დღეს შენ მომერიე, ხვალე დედას გიტირებ, ხვალე გავხდები წარმატებული პრეზიდენტი, მინისტრი, რაღაცა ქუჩაში გავივლი, მაგარი მანქანით შემომხედავენ, არ შემომხედავენ. აი ეს არის თქვენი ცხოვრება. შემდეგ ავადმყოფობა. და აი ამას თქვენ ეძახით სიცოცხლეს, ხო ციტირებ კრიშნამურტს და თანაც გეშინიათ რომ ეს არ დამთავრდესო რა. და რა არის ახლა სიკვდილი რეალურად? სიკვდილი არის ის, რომ არაფერი მატერიალური, თქვენი იდეები, თქვენი ნაციონალური იდენტობა, რომ მე ვარ ქართველი, მე ვარ ქრისტიანი, მაგარი გოგო, რაღაცა სამშობლოს წინაშე ვალებობი ვარ ქალი, ლამაზი, ასე ვთქვათ, ფულიანი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე, ახლა ჩემთან ველაპარაკობ სიტყვაზე. всё, ეს ყველაფერი დამთავრდა. აი მაგიტომ გეშინიათ სიკვდილისო რა. აი ეს ამდენი თქვენი უაზრო იდენტიფიკაციები მთავრდება. და შესაძლებელია თუ არაო მისი შეკითხვა სიკვდილი სიცოცხლესთან თანაარსებობდეს თქვენ სიცოცხლეშივე. იცით როგორ?
ცხოვრობდეთ ისე, რომ ყოველ დღე თითო სტერეოტიპი კვდებოდეს თქვენში. გესმით რა არის თანაარსებობა სიკვდილის და სიცოცხლის და ესეც უნდა იყოს რეალობა. ყოველი თითო სტერეოტიპი, თითო მიჯაჭვობა, თითო იდენტობა, რა ვიცი, რასთანაც გაქვს სულ ერთია ის ხათ, რა ქვია, სექტის წევრი თუ რელიგიის წევრი თუ ათეიზმიც თავისებური იდეოლოგია, რო იცოდეთ და ესეც დამახინჯება რაღაცის. ხო, აი, იქნებ სიცოცხლე არის ის, რომ თქვენ ესეთი მისი ფრაზაა, ყოველ დღე ფსიქოლოგიურად კვდებოდეთ ახალი დღისთვის, ახალი ადამიანისთვის, მარადიული მისერიისთვის, მარადიული ადამიანისთვის. ოღონდ ეს ადამიანი არ არის სახელი და გვარი, რომელიც მე ახლა მაგან გერათმები ან ჩემი მდგომარეობა საზოგადოებაში, არა. ეს ადამიანი არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ჩემი ცნობიერება და შინაგანი განცდები. ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გათავისუფლდეს ყველასგან და ყველაფრისგან. აი ეს არის თანაარსებობა სიკვდილისა და სიცოცხლის. და არა ის, რომ ისტერია, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ტირიელები, ვაიმე, რა დროს მოგვდა, როცა აი რა მაგარი სახლია ის. ხეს უკვე მე ესეთ რაღაცებზე აღარ შემიძლია ხოლმე. ნახე რამდენის დარჩა ყველაფერი უხრად და ესეთი სულელური გამოთქვამით. აი ეს არის ჩვენი ტრაგედია, ილუზია. ადამიანი ინვალიდია ხალხო და სიცოცხლეს ეჭიდება. ნუ რა მნიშვნელობა ფიზიკურად ინვალიდი თუ ფსიქოლოგიურად ინვალიდი, ჩვენ ყველა ინვალიდები ვართ. როდესაც აი ესე გვტკივა, გათენება რო არ გინდა, იცით რამდენი ადამიანი ესეთი რომ მეუბნება რომ არ მინდა გათენდეს და მაინც სიცოცხლეს ეჭიდება. და რა არის ეს სიცოცხლე? იქნებ ჯობია მართლა ესე თანაარსებობა გქონდეს სიკვდილთან. თითო ტკივილი მოკლათ ყოველ დღე და ტკივილი პირდაპირ არის ჩვენს ეგოსთან, ჩვენს ამბიციასთან, ჩვენს სტატუსთან, ჩვენს იდენტიფიკაციასთან, რა ვიცი, ერთი რელიგია, ქართველობა, რუსობა, ფრანგობა, რა მნიშვნელობა აქვს. იქნებ ეს არის სწორედ თანაარსებობა სიკვდილისა და სიცოცხლის, სადაც შემოდის მარადისობა, სადაც არც დასაწყისია და არც დასასრულია. მაგრამ ეს არის მდგომარეობა, რომელსაც უდაოდ მიღწევა და გავაგრძელოთ და დავასრულო. დრო ძალიან ბევრი გავიდა და არ ვიცი თუ შეგიძლიათ მოსმენა, იმიტომ რომ მე კრიშნამურს შემიძლია გაუთავებლად ვისაუბრო. მაშინ მოდი დროთი დავასრულებ, ხო დროის გაგება ისე მარტივად კი არ გავიგე კრიშნამურთან, დრო უბრალოდ ინტელექტუალურად გავთავისუფლდი ფსიქოლოგიური დროსგან და ესე ამბობდა ზუსტად, რომ არსებობს დრო, რომელიც თქვენ საათზე მიდის, ნუ წლები, ვინდა არ ქვა წლები, თქვენმა ფიქრმა, რა წლები სინამდვილეში, რა ორშაბათი, რა მაისი, რა აპრილი. კი ბატონო, ზამთარი და ზაფხული შეგრძნებაა, ორი აზრი არ არის ცივა და ცხელა. დანარჩენი თქვენმა ფიქრმა. ნუ კაი, დავანებოთ ამას თავი, რაღაცა ჩარჩოში უნდა საზოგადოებას განვითარება. მაგრამ ფსიქოლოგიური დრო, რა არის ფსიქოლოგიური დრო? წარსული, აწმყო და მომავალი, გახლეჩილი ადამიანის ამ დროში. წარსულში მაწყენინეს მიყვარდა ეს იყო ის იყო, რომელიც დღესაც ისევე ცოცხალია ჩემში, როგორც იმ მომენტში. მას უყვარდა ხოლმე ეს ლექციებს რო იწყებდა, მუდმივად თქო და აღწერილობა, ეს საოცარი ლექციები პროსტა უყურეთ რა, აი YouTube-ზე ძალიან ბევრია რა, უყურეთ, უბრალოდ სიამოვნებას მიიღებთ როგორც აი რაღაცა მუსიკიდან. ეს არის მუსიკა, ეს არის ცეკვა, ალბათ ის რასაც ნიჩე ეძახდა ხოლმე მუსიკას და ცეკვას და გურჯიები რასაც ეძახდა. სხვა შორის ეს რუსი დიდი ფილოსოფოსი იყო პიატიგორსკი, იცით ხო? მგონი მამარდაშვილთან მეგობრობდა, ბევრი რამე დაწერა და ის ამბობდა, რომ აი კრიშნამურს და გურჯიევზე ამბობდა თავისი სიმაღლით და სიღრმით, რომ მხოლოდ კრიშნამურტის გვერდზე დავაყენებო რა. საქართველოში არ არის კრიშნამურტი ცნობილი კი არა, აქ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. მე აი სრული პასუხისმგებლობით მომდრო 5 წელია მე კრიშნამურტზე ვმუშაობ, ვის არ შევხვდი სამეცნიერო წრეებიდან დაწყებული და ნუ ძალიან ზერელე, ძალიან ზედაპირული ეს ყველაფერი და აი სიღრმე, ნუ პიატიგორსკის საოცარი ესეთი ლექციები ქონდა, ძალიან ესეთი ექსცენტრული ტიპი იყო და და ეს დროზე საუბრობდი, ანუ გახლეჩილი თქვენი არსებობა წარსულში გაწყენინეს, წარსულში მოხდა რაღაცა უბედურება ის და
გახსოვთ და აწმყო როგორი, აი ეხლა არის, აწმყო მე თქვენ გესაუბრებით, გესმის, აი ეს არის მარადისობა. თქვენ იცით რომ შესაძლებელია ჩვენ ისე გაუხსნათ ერთმანეთს გული ეხლა რომ შევიგრძნოთ კიდეც აი სიმშვიდე და მშვენიერება მარადისობის მართლა გეუბნებია ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები მაგრამ როგორც წესი ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ იცით რატო მე მოვდივარ თქვენთან მაგრამ ეხლა კი არ მოვდივარ ამ წუთს ახალი ადამიანი არა ძველი ადამიანი, ძველი გამოწვევები, ძველი ფიქრები და ამან მე მაშინ რა მითხრა, რა მაწყენინა. ან თუ არ გიცნობ, თუ გიყურებთ, ეს იმას გავს, ეს ვიცი, ეს ისეთი იქნება და რა ხდება? ჩვენ ვერ ვიხსნებით ერთმანეთთან. ნახე ადამიანების დაავადება ეჭვით ვიყურებთ ერთმანეთს. ეს ხო ჩვენი საზოგადოების სენია. მე ვარ ახლა მინიტრი თქვენ ჩემთან კაბინეტში შემოხვედით და მე როგორ გიყურებთ, იცი, რაღაცა ესეთი ტიპი რა უნდა ახლა ამას, რომ მე მაგარი ტიპი ვარ, ახლა რაღაცას ვაკეთებ და თქვენ ხო უსაქმური ხართ, იმიტომ რომ არ ახართ მინისტრი, გესმის? მინისტრი ნიშნავს, რომ მაგარი ტიპი დავდეთ და თქვენ რაღაცა გახდეთ მინისტრი, ესე იგი ცოტათი უსაქმური ხართ და ცოტათი უნიჭო ხართ. ეს დამრწმუნდით ხა მინისტრები ალბათ ამის გააპროტესტებენ. ეს არის სერიალური ფიქრი. ეს არის კომედიური სახე მინისტრის, ну, მინისტრში გულისხმობ იერარქიას რა და მე მრავალი ესეთი დირექტორი მინახავს. იდენტიფიკაცია რო ქონდა დირექტორობასთან და მე ამაზე მქონდა ხშირად ჩემი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ერთ-ერთ დირექტორზე, ერთი ორგანიზაციის და მსგავსი დაკარგვა ადამიანის და შერწყმა თანამდებობასთან არ მინახავს რა. ბავშვს შორიდან უყურებდი მის ქმედებებს და მივხვდი რომ всё ადამიანი აღარ იყო რა, ეს იყო დირექტორი, დარწმუნებული ვარ სახლის დირექტორი იყო და ცოლთანის დირექტორი იყო. აი, დარწმუნებული ვარ და მითხრეს მე რომ კი სახლის დირექტორია და ცოლთანაც შვილთანაც. ეს არის ტრაგედია, ეს არის პატარა ადამიანის როგორიც არის მთელი კაცობრიობა. ანუ ეს არის ჩემი წარსული. ანუ მე კი მაწყენინეს თუ მესიამონა, მაგრამ ახლა მუდამ მიტრიალებს. ახლა მიყვარდა ესეთი ტიპი რა, რაღაცა ქერათმიანი, ან შავთმიანი, რომელსაც ყავდა რაღაცა მაგარი ლამბორჯინი. ახლა მე მუდამ ყველა ახალ მამაკაც ვადარებ იმას. თუ გავს, ხო კარგი და თუ არ გავს, ხარ ახლა უბედურება იწყო და მე ვამბობ რომ აი ის იყო ერთადერთი და განმეორებელი ისეც ვეღარ შევხვდი ცხოვრებაში. სიამოვნებაში უბრალოდ ის ვინც პირველი იყო ის გვამახსოვდა, იმიტომ რომ არა გამოცდილება გონებაში პირველი გამახსოვდება ყოველთვის რა. და სიამოვნებაში რეალობა როგორია ხო? ყველა ადამიანი იცით რა უნიკალურია. ყველა ადამიანი უბრალოდ შეხვდით მას, თქვენ თვითონ შეხვდით მას სიახლით, ყოველგვარი გამოწვევის გარეშე. მოდი რა წარსული დავტოვოთ იქ სადაც იყო აი ცა ეხლა ხშირად აი ეს თბილისი რაც იყო 80-იან წლებში კარგით რა დავიღალე მე არ მახსოვს ეხლა მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და რა ვქნათ ახლა ჩვენ თქვენ ახლა ისესები გაქვთ საერთოდ დამოუკიდებლები არ იყავით და ნუ რა იქ დამთავრდა ყველაფერი რასი ეგიჟია მაშინ თავისი ეპოქის თბილისი იყო მერე თავისი ეპოქის ნუ პარიზი ნიუ-იორკი რა ვიცი ეს ქალაქები ხო ყველაფერს ყველა დროში ყველა ქალაქი ისეთი იყო როგორიც იყო სოციუმი და საზოგადოება რატომ მივტირით ესე ყველაფერს და ეს არის საინტერესო რა მაშინ სხვანაირი გაზაფხული იყო რას ნიშნავს სხვანაირი გაზაფხული იქნება მომიხსნას აი რას ვეძახით სხვანაირს ან ასეთნაირს ან ისეთნაირს სიტყვები მეტი არაფერი არ არის ჩვენს ცხოვრებაში სიტყვები და სიტყვები ამის იქით არის სრული სიცარიელები ჩვენ რა არის პიროვნული ღირებულება არსებობს ეგეთი ეს ჩვენ დავარქვით შეიძლება ხო განსაზღვროთ რა იცი ვიღაცას ნაკლებად ურტყავდა თავში რა მაგრამ ეს კიდე არ ნიშნავს რომ ღირებულება იყო იცი სხვა ეპოქა იყო უბრალოდ სხვანაირად თუ თბილისში შევეხებით ახლა 80-იანი წლების აი 70-დან 80 წლამდე იყო მაგარი ქალაქი მოდი რა ეს იყო კარგად რომ ეძინა კომუნიზმის ქვეშ იმიტომ რომ იქ ბელადები წვიდავდნენ ეგ არის სხვადასხვა მძინარე ადამიანები იმიტომ იყო ყველა კაი ხასიათზე მაგრამ 90-იანმა წლებმა რეალურად აჩვენა რამდენად იყო იქ სიყვარული არის მდგომარეობა ხალხო არ შეიძლება მე გუშინ მიყვარდეთ და დღეს მძულდეთ მე სულ ამას ვამბობ აფხაზეთის და ჩვენს დაპირისპირებაზე არ შეიძლებოდა ერთ წელიწადს ხვდებით რა მოხდა ადამიანები რომლებიც წლობით მეგობრები მეზობლები კლასელები ბიძაშვილები
просто გაიღვიძეს და იარაღი აიღეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ხვდებით რამხელა რეფლექსი აქვს, საჭირო რომ ჩავიდეთ აი აქ ჩვენს არაცნობიერში რა ხდება სინამდვილეში. საერთოდაც რო არ ვიცნობთ ადამიანები და დავარქვით რომ ეს იყო სამშობლოს გულისთვის. ეს რა კარგი გამოსავალია, იცით? ნაციონალური ხაზი და всё, ყველა შევთანხმდით რომ ეს ომი საჭირო იყო, აბა აი სად ვარ დარჩენილი. ხო, და დრო აწმყო, რომელიც მუდმივად ახალია, მუდმივად განსხვავებულია და არასოდეს არ არის არაფერი არ გავს ამ სამყაროში და ამით არის საინტერესო თუ თქვენ მონოტონური მდგომარეობიდან ვერ გამოხვედით, იცოდეთ რომ პრობლემა თქვენშია ძველი ადამიანი. შეზღუდული ცნობიერების ფარგლები, ეს ხშირად ქონდა პრიშნამურს ესეთი ფორმულირება რა, შეზღუდული ცნობიერება, იქ გინდა მინისტრი გახდე, გინდა პატრიარქი, გინდა წმინდანი, სულ ერთია, თქვენ ჩაკეტილ წრეში ხართ. თქვენ შეიძლება მაღალი მორალი გქონდეთ, მაგრამ სულ სხვა არის გასვლა ამ ცნობიერებიდან, რაც მე იუნგმა უკვე თვითობა უწოდა ერთიანი ადამიანი, რომელშიც აღარ არის ცნობიერ არაცნობიერად გახლეჩვა. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ახლა და ამ წუთას. ადამიანი როგორია წარსული, მთელი თავისი სიმძიმეებით, აწმყო ახლა არ უნდა გამოვიყენო რომ თქვენ დაგინახოთ, მაგრამ ვერ გხედავთ, იცი რატო ვერ გხედავ? ლანდების ტყვეობაში ვარ, წარსულის ლანდები ჩემსა და თქვენ შორის დგას. და ახლა მომავალი, რა არის მომავალი? საერთოდ არსებობს კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომავალი. არ ვლაპარაკობ ახლა დეკემბერს რო ველოდებით ჩვენ დავარქვით რაღაცას დეკემბერი 30 დღეს. არა, ფსიქოლოგიური მომავალი არ არსებობს. ვინ რა იცის ეს რა არის ხვალ? ეხლა აი ამ წუთას ეს ხო სრულიად აბსურდია.